ძალადობაზე როცა საუბრობ, შეუძლებელია არ შემოვიტანო ეს თემა. ძალადობა არის არა მარტო ფიზიკური, ძალადობა არის მორალური, ფსიქოლოგიური, აი მარტო პატიმრების მშობლებთან დაკავშირებით, რასაც კადრულობს პროპაგანდა, აი მაგალითად თორნიკე გოშაძის დედასთან დაკავშირებით, პატიმრების ოჯახის წევრებთან დაკავშირებით, ქართველობაზე რო არის. ეგეთი რამე ხო ამ ქვეყანაში არასოდეს არ იყო რა მოსული, რომ პატიმარი თან უსამართლოდ დაჭერილი პატიმრების ოჯახის წევრებს ესე შედგეს და მორალურად გაანადგუროს პროპაგანდამ. ხო, აი აქ მარიზიზის ეხლა ძალადობას ხო მარტო ეგ სახე არა აქვს ფიზიკურად, რამდენი გვაქვს ნანერვიულები, რამდენი გვაქვს გულშემატკივრებს ნანერვიულები, ეხლა ლაშა ტალახაძეზე მე ანთებული, არ ვიცი ბედნიერი და ეხლა დგევარ და ვუყურებ და მახსენდება რამდენი მაქვს მაზეც და სხვებზეც ემოციები დახარჯული და ვუყურებთ მერე რომ მართლა ხუთკაცზე და ერთ დეპუტატზე როგორ უნდა დაიხარჯო ბიჭო ესე შენი ამხელა რეპუტაცია მოპოვებული მთელი შენი ცხოვრებით როგორ უნდა დახარჯო ერთ რაღაცა ბრძანებას რომ გასცემენ იმის შესრულებაზე. აი მარის ძალადობა არ არის მაგალითად ხო როგორი მძიმეა რა ერთის მხრივ შვილი უკანონოდ დატყვევებული გამოკეტილი ციხეში კი ვიცით რომ მაგარი ბიჭები და გოგოები არიან მაგრამ რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ მე ხომ წარმომიდგენია თქვენს გულში რა ხდება ეს ძალადობის რა ფორმაა რასაც ვუყურებთ თქვენთან დაკავშირებით როგორ აღიქვამთ როგორია თქვენი რეაქცია მოგესალმებით პირველ რიგში და მადლობა აი ამ საზოგადოებაში რომ მომიციეთ პატივია ჩემთვის ნამდვილად ყველაზე უფრო რაც მტკივა მე დღეს მე კახამ კარგად ისაუბრა ბატონმა ბეჟანმა იმიტომ რომ ჩვენ იმ თაობის წარმომადგენლები ვართ მხედრიონი რო დათარეშობდა მე ბევრჯერ მithქვავს ზუსტად იგივეს ვფიქრობ რაც ილაპარაკა ორმა ადამიანმა ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ბიძინა ივანიშვილი არის ჯაბა იოსელიანის პროტოტიპი და ესენი არიან შემსრულებლები როგორც ალბათ მაშინ ჯაბას ყავდა და როგორც ხარებას ყავდა ვიღაცეები აქ მე არ ვთვლი რომ კობახიძე რამის გამკეთებელია ან დინარაძე ან ყაველაშვილზე საერთოდ რა უნდა ვთქვათ მაგრამ რასაც ამბობს ბიძინა იმას ასრულებენ ესენი აქ სხვა და ბიძინას ალბათ იქიდან კრემლიდან კარნახომე რა თქმა უნდა იმიტომ რომ ეს კაცი მოვიდა რუსეთიდან ნამდვილად მოვიდა ხო მე ვარ იმ რაიონიდან რომელ რაიონში და ცხოვრობს ბიძინა და ყავდა იქ დედა მამა და ძმები და ვიღაცები და ჩემზე კარგად არავინ არ იცის როგორი წერეყავს მას ეხლა ვიცი უფრო ვიდრე მაშინ ვიცოდი ხო მანამდესაც ვიცნობდი მის დას ვთქვათ და რაც ილაპარაკა ელისო ჯარიაშვილთან იმ გაქცეულმა დაცვის უფროსმა თუ ვინც იყო ზუსტად ილაპარაკა ის რაც არის ბიძინას ოჯახი ჩემთვის ეს იყო მისანიშნებელი მე ყველაზე ძალიან რაც მტკენს გულს პირველ რიგში რა თქმა უნდა მივესალმები ყველა პატიმარს სინდისის პატიმრებს პოლიტპატიმრებს და ძალიან მტკივა თითოეული არა მარტო ჩემი შვილი ყველა დაწყილი აი ექიმი გოგის რა უნდა ციხეში საერთოდ მაგრამ რა პაატა ბურჭულაძე ეს არის სირცხვილი ინგა მე მწხვენია მაგალითად მე აღარა ვარ პატარა და აი ძალიან მწხვენია როცა ციხეში როზის ჩახუნაშვილი უხერხულად გრძნობ ბურჭულაძე გამახსენდება აი მწხვენია თუ გინდაც იმის რომ საქართველოს პრეზიდენტი ყოფილი ზის ციხეში იმიტომ რომ სირცხვილი ეს ქვეყნის სირცხვილი ასე ვთვლი და ყველა ესეთი ადამიანი სხვანაირად შეიძლება დასჯილიყო ადამიანი ხო სიტყვაზე ეს არის სირცხვილი და მე ყველაზე ძალიან მტკივა ის რომ ამ პატარა ბიჭებს დაანახეს უსამართლობა ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდი მე ძალიან კარგად არც მე არ მეგონა თუ ესეთი სასამართლო არსებობდა არ მქონია შეხება სასამართლოსთან რა თქმა უნდა არ მქონია შეხება სასამართლოსთან და აი ეს იყო გასაოცარი რამ რომ ყოფილი პოლიციელი რომელსაც აქვს თქვათ ისა მაღალი თანამდებობის პირია და ამბობს რომ მე ვარ მეხანძრე
მანქანა, აი ტყუილს ამბობს. და მე ადვოკატი აჩვენებს, რომ ეს არ არის, ეს არის მაიორად წოდებული პოლიციელი. სრულმოწმეებად გამოყენებულ პოლიციელებზე აი რაც უთხრეს, რომ ასე უნდა თქვა შენ, რომ იჯეკი თქვათ ნაგვის მანქანაზე, ის ამბობს, რომ მე ვიჯეკი ნაგვის მანქანაზე. და ვიცი, იმიტომ რა დაზიანდა იქ. თორნიკე მაშინ უთხრა მოსამართლეს, რომ მე დღეს მომისჯი სასჯელს თქვენ თუ გამანთავისუფლებთ, ამით გადავწყვეტავ როგორი მოსამართლე ხართ. თქვენო, რა თქმა უნდა, სასჯელი რაც ქონდა ნაბრძანები ქალბატონ თამარს, ის გააკეთა, უდანაშაულოდ ზის არა მარტო ჩემი შვილი, იქ 19 წლის, 18 წლის ბავშვები, 19 წლისები ციხეში დარჩნენ და ზუსტადაც იმიტომ არიან ისინი სინდისის პატიმრები. იმიტომ ზუსტად ეს აწუხებს დღეს ამ მარიონეტ ხელისუფლებას, რომ აღიარეთ და გამოგიშვებთ. აი რა უნდა აღიარო, რა დავაშავეთ, ხო? ჩვენ 9 აპრილს ვიბრძოდით და არავის არ დაუჭერივართ მაშინ. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ საქართველოში არ ვიცი რა რეჟიმი იყო ეს, რა ერქვა ამას და მართლაც გამსახურდიას დამსახურება არ და მერაბ კოსტავას, რომ ჩვენ დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ ეს ჩვენი შვილები და ზუსტად 26 წლის ასაკში, როცა მე ვიბრძოდი დამოუკიდებელი საქართველოსთვის, თორნიკემ დაიწყო მაშინ ბრძოლა მანაც 26 წლის ასაკში. ისევ ისე. მიუხედავად იმისა ამბობს, რომ დედა თქვენი ბრძოლა ჩვენ ბრძოლასთან არაფერი არ არის, მაგრამ მაინც ასე არის და მათ უსამართლო სასამართლო დაანახეს ამ პატარა ბიჭებს, ამათ აწერ დააჯერებ, რამეს ვერაფერს ვეღარ დააჯერებ. იმიტომ რომ ნახე უყურეს იმ მოსვლაც კი ეზარებოდათ ხოლმე, იცოდნენ რაც ცირკიო ჩემმა შვილმა თქვა, სასიამოვნო საყურებელიაო. ეს არ არის სასიამოვნო საყურებელიო და თუ მოსამართლეს ზუსტად ასე უპასუხა ეხლა სააპელაციო სასამართლოში, რომ თუ თქვენ თვლით, რომ ჩემთან პოლიციელი უნდა შემოვიდეს სახლში და უნდა მითხრას, რომ მე ეხლა შენ დაგიდებ ნივთს, მაგიდას და შენ ვერ დამიმტკიცებ, ის ნივთი შენი იყო თუ არ იყო, თუ თქვენ ამას აი მანდრო წიგნი გიდევთ და მაგ წიგნში ეს წერია და ამართლებთო, მაშინ ეგ წიგნი დახიე და დაწვიო. ზუსტად ასე უთხრა მოსამართლეს. მე მაგ წიგნში რა წერია არ ვიციო, მეტყვი რომ არ მაქვს იურიდიული განათლებაო, მაგრამ მე ვიცი რომ არ უნდა მოვკლა კაციო. მაგ წიგნით არ ხელმძღვანელობო, ისე ვიციო, რომ არ უნდა დავაშაო. ზუსტად თუ ვინმე არის დასაჭერი ამ ქვეყანაში, პირველ რიგში არის დასაჭერი ირაკლი კობახიძე, იმიტომ მან გამოიწვია ეს არეულობა. ვადოსი არ იყოს მეც ცოტა უფრო ისე ვარ განწყობილი, არ ამგონია ეხლა მაგაზე ვერ ვიფიქრებ, სამოქალაქო ომი დაიწყოს საქართველოს. არა, ეს